Hello, მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს მოკლედ ძალიან კარგი დღე გვაქვს. მივდივართ რუსთავში. გადავწყვიტეთ, რომ ვივარჯიშოთ. 15 წელია მოტოციკლებს მართავ, მაგრამ ვთვლი რომ რაღაც სკილები არ ვიცი, ან გასაუმჯობესებელი მაქვს და ვივარჯიშებთ დღეს მე და ჩემი მეგობრები, რომ ჩვენ სკილები დავხვეწოთ. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც სისულელი კანონი გვაქვს ქვეყანაში, გადავწყვიტე, რომ ჩემი პატარა სატვირთო მოვაგორო და იქ უნდა შევაყენო ხა ჩემი ბაიკი, ლოს ბაიკიც და წავალთ რუსთავში, აი იმით, როცა შევიძლია წავიდე ბაიკით, მაგრამ რას ვიზავთ. მოკლედ ეხლა ჩაგერთოვით ცოტა ხანში, ნახოთ, მაგრამ მაინტერესებს რა შემიძლია, რომ მგონია რომ რაღაცები ვიცი და არწმუნებული ვარ, რომ ბევრი რაღაც არ ვიცი რა. ერთად ვნახოთ, რის შესწავლას შევძლებ ერთ დღეში. მოკლედ წავედით. დღეს ვივარჯიშებთ მოსახვეებში დახრის კუთხის გაზრდაზე. ეს დაგვეხმარება, რომ ტრეკზე უფრო სწრაფად და სწორ ტრაექტორიაზე გავიაროთ. პირველ რიგში სანამ ვარჯიშს დავიწყებთ, საბურავების წნევას ვამოწმებთ. ჩემ შემთხვევაში წინ მაქვს 1.8 ბარი, უკან 2-დან 0 ბარი. ეს უფრო დიდ მოჭიდების ზედაპირს გვაძლევს და შესაბამისად უსაფრთხოებასაც. შემდეგ სასურველია გავთიშოთ ABS-ი, traction control-ი და საერთოდ ყველა ელექტრონული დამხმარე სისტემა, რომ მოტოს სრულიად ჩვენ ვაკონტროლოთ. ეს მოტოს რაც შეეხება, თუმცა ჩვენ ვარჯიშის დროს რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ. რომელ მხარესაც ვიხრებით, ის ხელი გვაქვს მოხრილი, მეორე კი გაშლილი. საჭეს ზედმეტ-ძალას არ ვატანთ და არ ვაწვევით. სხეულის ძირითადი ნაწილი გადაგვაქვს მოტოს დახრის მხარეს, თავი და საჯდომი დაბლა და გარეთ უნდა იყოს. ამ პოზიციის შესანარჩუნებლად მეორე ფეხით ვეჭიდებით საწვავის აუზს. ფეხები პეგებზე წვერებით გვიდევს, ქუსლი კი ჰაერშია. პოზიციას მხოლოდ მაშინ ვცვლით, როცა უკანა მოხრუს ვაწვევით ან სიჩქარეს ვრთავთ. დღეს ჩვენი ინსტრუქტორი იქნება ბატონი დემეტრე ფანიაშვილი და დავიწყეთ ვარჯიში. მოტოს ყარება იმდენად ანტიინტუიციური არის, რომ სულ გონია რომ რაღაცა მოვიდა. Так что დაიშურე, თავი უფრო დაჟე, განზე, ტრაქტორ განზე, დაიშურე, უკეთესია. ხელები რა თქმა უნდა, ისეთი არ მოუყუნო რომ რაღაცა, მაგრამ აი ეს არ ხდება. რომ უკეთესია და თავისუფლად მუშაობ. გათვებოდა. ეს კაზე და სკოპიზე ვერ გიოგრე. უფრო რესკადროს წევს და რაღაცა. კი, უფრო მოჭიდებაშია, იასი. აკტო აი ხარ. არის რომ ვერ მოუხო. გადახარე ოღონდ ჯერში აკეთე და დაიწყე პრეზენტ მოსულზე. ბიჭო, თვითონ ტრაკი უკან ხო მაქსიმალურად? იქან და 40 დაბი წინით ხარა. თავისთავად. აურა დავახეთ ბიჭო. ვაიდე, რა რთულია, მეშინია შეჭება. მეშინი. Короче, I am famous. Добре, კარგად შევიყავ. აი ხა
შენ თავს დააძაბე. ნახე? ყველაფერი ერთად არ მახსოვს რაც მეუბნები და მე იმას ვამატებ, მე იმას ვამატებ, მე ისა და მე უკვე მართლა კარგად ჩავდივარ და მე ხო იგძენი, რაღაცა შეიკრა, ხო იგძენი თავდაჯერებულობა და ის სიმშვიდე. თვითონ პროსტის მარტივია. ეხლა ნახე, ქვემოთ ძალიან კაი, აქ რო ხარ, აი პროსტა ეცადე რომ გაში, აი საპირისპირო ეს ხელი, საიდაც უფრო. იყოს ბოლომდე გაშლილი. და ეს დედოს ბაკზე, აბა მოკიდე ხელი. ეს ამას მეუბნები? ხა? ბიჭო და ამას აქვადებ. ხო? გადმოიხარე აქეთ. პროსტა კანი გადმოიხარე, გაშალე ესო, ნახე, როგორი მოკრილია, აი ეს უნდა გაშალდეს. შენ ისეთ ნახე რომ გაშლილი სად გაგიყვანს? რა? აი ხა რო ჩაკეტავდა და ხო, აი გაშლილია. და ბაკზე უდავს ხე. ხო. უნდა დადო ბაკზე, მიდი. არქიტექტა მოვიწყდა. ბიჭო, შებოჭილი ვარ რა რაღაცნაირად. აი ანტიინტუიციური მეტია ხო საკითხი? ყველა მაგას მეუბნება რომ სხეული ამბობს. ნუ დავილეწე, ვარდე. არა არ არის დრო ეგრე რა. მაგას გეუბნები რომ აი და ხო მნიშვნელოვანი რომ დაიხე. ცოტა გაზზე ვიჭერ. იმიტომ რომ გაზზე თუ არ ვიჭერქი უკვე წაგაქცეს ხო. ნედა. აქ პროსტა ეცადე რომ ორი წრე მაინც, ბევრი არ მიყვა, იმიტომ რომ წყლის მაგრამ. ორჯერ წრე და მეორე წრეზე ეცადე აი თავი გაიშვირო, მე მიდი რომ კარგად აკეთებ ძალიან კარგად. ამას. არა, თავი ეცადე რომ ესი არ გქონდეს, აი წინვითო მიყურები, იქით არ მიმართო, აი მიმართე გარე, იხე? ამას თავს პროსტა მოვა. შენსკენ ოღონდ შორს. აი საერთოდ მithათვალე რომ მათი მუხლსა და ის როგორ შექმნება, იცი? კიდევ ბაქს ეკრობი ტანით რა, ანუ დადი რა ბაქს. ამოწევია. მიდი აბა. ბიჭო, აქ ტრაკის უკან გაწევა მიჭირს. ახო, ცოტა, იმიტომ რომ მალმალე ხდება და იქ ერთი მმართველით რო ვაკეთებ, სადაც მინდა დავაფიქსირებ პონტია. დრო ჭირდება. ოკეი. მატარებია გავიარე. შესვენება რა.
ლევერი ადგილზეა? ყველაფერი ადგილზეა, ეს ცოტა გაიქცა. შევაგეთ მოხიდავდა. ხო, ეს. წეღა მიძახდი მეთქი? ნახე რა დახარაო და ნახე რა მაგარია რა დახარა მეთქი, ნახე რა დახარა მეთქი და არა დაიცი რა მომივიდა? დახრი კარგად უყავი და მე შესთამა დაუშვი. არაფერი არ ხდება. აბსოლუტურად. ეს ლევერი ხარ არის გაგონა შენ მოგაკითხა. არა, ლევერი. ნუ ცოტათ, მაგრამ ეს არის ატრიალებული და. არა. არ მოგივიდა? არა, მოუწევი მომივიდა, იქ დახრი დახირავ. არა გონჩერები. ო, მოინათლა, ხო? აჰა. არა, დაიწყო. ხომომე. ო, ბიჭო, მე რა მეშინია, კაია, ხო, ბაზარი არა, მაგრამ მეშინია. ოიცა. ო. არა და რამდენია წინ. დავიღალე. ძალიან სვატა. ტრაკი вообще აღარ მიდევს და. ტრაკი აღარ დავიღალე. ბიჭო, ემოციურად მღლის რა. მაიცა ერთი კიდე მინდა რა. ბიჭო, როგორ მეშინია ესე სწრაფად რო გადმოდის. გამიში კიდე ერთი ვიზამ კიდე. ერთი და შე. მეშინია. ერთი კიდე მინდა რა. ამდენი წვალების შემდეგ დღის ბოლოს ბაიკის დახრის კუთხე უკვე იმდენად გავზარდე, რომ მუხლს ვერა, მაგრამ ხელს ასფალტზე ვდებდი. ილომ კი იმდენი მოვიდომა, რომ ბოლოს საიტზე გასწრია და ხელის დადებაზე საერთოდ რო აღარ. იმედია ეს ვიდეო თქვენთვის როგორც საინტერესო, ისე ინფორმაციული გამომივიდა. თუ მოგეწონა, დამიწერე კომენტარი, დააჭირე ლაიქს და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა. შემდეგ ვიდეოში ახალი ამბებით და ჩილაუთებით დაგიბრუნდებით. დროებით.